ნამდვილი სახალხო კონტროლი გვესტუმრა დღეს ხალხო. ნამდვილი ლიზა ვადაჩკორია და ნამდვილი მადონა კოიძე. ექსკლუზივი. ამღერებული ჯერ არავის უნახავს და დავითანხმეთ როგორც იქნა. ამაში რა თქმა უნდა ჩვენი უმჭერესი და ულამაზესი ხატია გადელია დაგვეხმარა ისეთი სიმღერა მოიტანეს რომ დღეიდან ყველა იღიღინეს და როგორ გართვით თავი ამ საქმეს შემოძირდა. იცი რა ძაბევრად მარტივი არის სამზარეულოში ყოფნა და კივილი უფრო მარტივია ვიდრე სიმღერა ამას ვაღიარებ. მე მგონი ტრიო სამარგალიო ჩამოყალიბდა უკვე. ლიზა შენთვის როგორი იყო სიმღერა? მე როგორც გურულს სინამდვილეში, იმიტომ რომ შემოპარული ხარ? დედი და მამი გურული ვარ, მაგრამ ატენტი მეგრელი. მე როგორც გურული ამამღერეს მეგრულად და ნუ მე მიმაჩნია რომ ეს ნამდვილად გმირობაა ჩემი მხრიდან და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ხატიას და რა თქმა უნდა მადონას ჩემს მეგობარს რომელიც ასევე ამღერდა. ეხლა მადლობას იცით რატომ მიხთის? იმიტომ რომ ყველაზე რთული იყო ჩემი დათანხმება. ვერ წარმოვიდგენდი თუ როდისმე სიმღერები. აი ჩვენს გადაცემაში ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ჩვენი მაყურებელი ვერ წარმოიდგენს. მაყურებელი კი რა თვითონ ჩვენაც კი. კონტროლი ამღერდა ჩვენს გადაცემაში. ან მეგრულად. ანუ რა გამოდის ეხლა თქვენ ხო იყავით აქამდე ჩვენი სახალხო კონტროლი. დღეს ჩვენ შეგამოწმებთ ერთი სახალხოდ როგორ ხართ სიმღერაში ამბავში. ლიზას მივეხმარე მეგრულ სიტყვებში ასე ვთქვათ. მასწავლებელი. მადონა მიცოდა? მადონა მიცოდა? მოდი ახლა კითხვა ორივესთან. თუ ქონიათ შემთხვევა მეგრულ რესტორანში შესულ ხართ, ოღონდ არ ვიტყვით რომელ რესტორანში და ისე მოუთაფლი ხართ მეგრელებს მეგრულად რომ თვალი დაგიხუჭებთ რაღაცებზე. ზუსტად საპირისპიროდ ხდება. პირველი რესტორანი რომელიც ჩვენ გადავიღეთ იყო მეგრული რესტორანი. დაუნდობელი მეგრელები ყოფილან ეს. და მე გეტყვი ისეთ კბილა და კარგად შეხვდა რომ პოლიციას დაურეკეს, გამოიძახეს პოლიცია და ლამის დაგვაპატიმრეს მე და მადონა. რას ამბობ მართლა? მეორე კიდე ყველაზე დიდი კურიოზით სამეგრელოში შეგვემთხვა, ოღონ ეს მე მწვენია რო ყვები. ერთ-ერთ პურის საწარმოში დაგვიკეტეს კარები და 55 წლის ქალმა შევედი ფანჯრიდან. რა მაგარია. არა გეტყვით რა, კარი დაიხურა, დაირაზა და ნუ ვეუბნები, ნუ რა გავაკეთოთ ახლა ისე და მადონა მოიცა ერწა. მე იქ დავინახე ფანჯრა ღია, გაიგე და აი სანამ დავიწყე რაღაცას რომ მადო მოიცა, მე გავიხედე უკვე ფეხსაც მიჩას ხო. კურიოზი იცი რა იყო, რომ გამოვდიოდი იმდენად მომეწონა რომ უკვე კარებიდან კი არა, ფანჯრიდან მიდოდა, გამოსვლა ლიზამენოა კარები ღია, მადონა. რო გამოვედი, აი ბირჟა ხო იცით? აი იქ რო იდგნენ ბიჭები ტაში დამიკეს. ანუ თქვენი ხალხი ხართ მეგრელებით რო ვეგთაფლავენ ვერანაირად. არა, ძალიან გვიყვარს ეს მხარე, ძალიან ხშირად ჩავდივართ და მაგრამ ვერ მოგთაფლეთ. არა, უთკბილესი, უმაგრესი ხალხია. აი არასდროს არ წამოსულვართ ელარჯის გარეშე. მოდი ხატიას როგორც მეგრელს ვკითხოთ რა სამზადებს ყველაზე კარგად. აბა ძღაბო. ხატი დაფიქრდით. ისეც რომ მადონა გესტუმრებია სამზარეულო. საცივს ვამზადებ ძალიან კარგად. და სახალხო კონტროლი რა სამზადებს ყველაზე კარგად. ჩვენ ხატია საცივს ღომს მივაქმებ ხოლმე და აი ესე გამოდის კომპლექსი. მე ძალიან კარგად გამომდის და გემოვნება. ხო. მოდით დაგვატკბეთ თქვენი არაჩვეულებრივი სიმღერით მეგრულად ტრიოში. ასრულებენ ცნობილი მეგრელი გურული ლიზა ვადაჩკორია, ცნობილი სვანი გურული მადონა კოიძე და ნაღდი მეგრელი ხატია გადელია.